ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო ლიცენზიას, რომელიც სანქცირებულ რუსულ ბანკებთან ენერგომატარებლების საფასურის დოლარით გადახდების შესაძლებლობას იძლეოდა, ვადას აღარ უგრძელებს. ლიცენზიის მოქმედების ვადა 2025 წლის 12 მარტს ამოიწურა. გუშინ კი შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრო მედიას დაუდასტურა, რომ მისი გახანგრძლივება არ იგეგმება. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სანქცირებულ ბანკებს წვდომა აღარ ექნებათ ნავთობისა და გაზის სექტორთან დაკავშირებულ დოლარის ტრანზაქციებზე. 10 იანვარს საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ნავთობის სექტორის წინააღმდეგ ძლიერი სანქციების პაკეტი დააწესა. ამასთან ერთად გამოიცა გენერალური ლიცენზია, რომელიც დროებით საშუალებას აძლევდა ენერგეტიკულ კომპანიებს განახორციელებინა ტრანზაქციები დიდი რუსული ბანკების საშუალებით, რომლებიც უკვე დიდი ხანია სანქციების ქვეშ იმყოფებოდნენ. ამერიკული მედია ამბობს, რომ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ანგარიშწორებების ლიცენზია რუსულ ბანკებთან შეგნებულად არ გაახანგრძლივეს. CBS 4 ანონიმურ წყაროს ციტირებს, რომლებიც საქმის კურსში არიან. მათ ეს გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებად შეაფასეს. უკავშირდება თუ არა ეს რუსეთის პოზიციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში. გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე განაცხადა, რომ იდეა კარგია, მაგრამ მისი თქმით არის ნიუანსები, რომლებიც უნდა იქნას განხილული. დასავლური მედია წერს, რომ სწორედ ნიუანსები, რომლებზეც პუტინი საუბრობს, მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ შეიძლება ნებისმიერ იმედს მოუღონ ბოლო 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეს მოთხოვნები მან ბოლო 3 წლის განმავლობაში და უამდეც არაერთხელ წამოაყენა. უკრაინისა და მისი დასავლელი პარტნიორებისთვის ბევრი მათგანი მიუღებელიან შეუსრულებელი იქნება, წერს დასავლური მედია. ვეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებას, რათა მსხვერპლი შეწყდეს, მაგრამ იმ ფაქტიდან გამოვდივართ, რომ ამ ცეცხლის შეწყვეტამ ხანგრძლივ მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს და ამ კრიზისის ძირეული მიზეზები უნდა აღმოფხვრას. ვინ გასცემს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანებას და რა წონის იქნება ეს ბრძანებები ფრონტის 2000 კილომეტრის გასწვრივ? ვინ გადაწყვეტს 2000 კილომეტრიან ხაზზე თუ იყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა? ვის დაბრალდება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა? ყველა ეს საკითხი ყურადღებით დეტალურად უნდა იქნა შესწავლილი ორივე მხარის მიერ. ასე რომ იდეა კარგია და ჩვენ სრულიად ვიჭერთ მას მხარს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც უნდა განვიხილოთ და ვფიქრობ, მოლაპარაკებები გვჭირდება ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან და პარტნიორებთან. შეიძლება სატელეფონო ზარი პრეზიდენტ ტრამპთან, მაგრამ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრას თავად იდეას მხარს ვუჭერთ. პუტინის განცხადებას დონალდ ტრამპი ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ერთობლივ შეხვედრაზე გამოეხმაურა. როგორც ტრამპმა თქვა, პუტინმა იმედის მომცემი განცხადება გააკეთა, მაგრამ არასრული იყო. მისი თქმით, სასურველია ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის თანხმობა ვნახოთ. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება ვიხილოთ და ჩვენ სიბნელეში არ მუშაობდით. უკრაინასთან ვჯელობდით მიწაზე და იმ ნაწილებზე, რომლებიც დარჩება ან დაიკარგება, ასევე საბოლოო შეთანხმების სხვა ელემენტებზე. აქ ასევე ჩართულია ელექტროსადგური, ძალიან დიდი ელექტროსადგური. ვინ მიიღებს ელექტროსადგურს, ვინ მიიღებს იმას. ასე რომ ეს მარტივი პროცესი არაა, მაგრამ პირველი ეტაპი არის ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ ბევრი კონკრეტული საკითხი უკვე განვიხილეთ. ჩვენ ვჯელობდით ტერიტორიების კონცეფციაზე, რადგან არ გვინდა დროის კარგვა ცეცხლის შეწყვეტისას, თუ ამას მნიშვნელობა არ ექნება. ამიტომ ვამბობთ, ეს არის ის, რისი მიღებაც შეგიძლიათ და ეს ის არის მიღებასაც ვერ შეძლებთ. ასევე იყო საუბარი ნატოზე და მის წევრობაზე და ყველა მიცის ამაზე პასუხი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ეს პასუხი ცნობილია უკვე 40 წელია. ამრიგად საბოლოო შეთანხმების ბევრი დეტალი უკვე განხილულია. ახლა ვნახავთ, არის თუ არა რუსეთი მზად ამისთვის და თუ არა ეს მსოფლიოსთვის ძალიან იმედგამაცრუებელი მომენტი იქნება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი ამბობს, რომ პუტინის განცხადება უარყოფს 30 დღიან ზავს. მისი თქმით, მისი რიტორიკა ჰგავს ომის გაგრძელების პირდაპირ სურვილს. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პუტინისგან მოისმინა მოსალოდნელი და манипуляციური სიტყვები. მისი შეფასებით, პუტინი არ ამბობს არას პირდაპირ, მაგრამ ისე იქცევა, რომ პროცესი გაიწელოს, რაც ნორმალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ იძლევა. ახლა ჩვენ ყველამ რუსეთიდან პუტინის ძალიან პროგნოზირებადი, ძალიან манипуляციური სიტყვები მოვისმინეთ ფრონტზე სიჩუმის იდეაზე საპასუხოდ. ის ფაქტობრივად უარს ამზადებს ამ მომენტის მდგომარეობით. პუტინს რა თქმა უნდა ეშინია პრეზიდენტი ტრამპისთვის პირდაპირ თქმა, რომ ომის გაგრძელება სურს, უკრაინელების მოკლა სურს და ამიტომ ისინი იქ მოსკოვში სიჩუმის იდეას ისეთ წინაპირობებს უწყობენ, რათა საერთოდ არაფერი გამოვიდეს, ან რაც შეიძლება დიდხანს არ გამოვიდეს. ჩვენ არ ვაყენებთ პირობებს, რომლებიც რამეს ართულებენ. ამას რუსეთი აკეთებს. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ერთადერთი ვინც ყველაფერს გაწელავს, ერთადერთი ვინც არაკონსტრუქციული იქნება, ეს რუსეთია. მათ ომი სჭირდებათ. პუტინმა მშვიდობის წლები მოიპარა და ამ ომს აგრძელებს დღიდან დღემდე. ახლა მასზე ზეწოლაა საჭიროა სანქციების შემოღება, რომლებიც დაგვეხმარება. მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ევროპელ პარტნიორებთან, მსოფლიოში ყველასთან, ვისაც მშვიდობა სურს, რომ რუსეთს ომის დასრულება ვაიძულოთ. რუსული მედიის ინფორმაციით გვიანღამით პრეზიდენტი პუტინი მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს შეხვდა, რომელმაც დონალდ ტრამპისთვის საკვანძო გზავნილები და სიგნალები გადასცა. პუტინსა და ტრამპ შორის პირდაპირი საუბრის თარიღი არ არის დადგენილი. მედიის ცნობით ის დაინიშნება მას შემდეგ, რაც უიტკოფი ტრამპ შეხვედრის დეტალებს მოახსენებს. უკრაინულმა მხარემ ცეცხლის 30 დღიან შეწყვეტაზე თანხმობა 11 მარტს საუდის არაბეთში ამერიკულ მხარესთან გამართულ მოლაპარაკებებზე გამოაცხადა. ამის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. დათანხმდება თუ არა რუსეთი საბოლოოდ
ცეცხლის დროებით შეწყვეტას. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ მოსკოვი ვაშინგტონის შეთავაზებას უპირობოდ არ დათანხმდება. მათ პუტინის განცხადება, რომ ცეცხლის შეწყვეტა პრობლემის პირველ წყაროს გადაწყვეტაზეა დამოკიდებული, ამის დასტურად მიაჩნიათ, რადგან პუტინის ენაზე პირველ წყარო ნიშნავს უკრაინის დამოუკიდებლობას და აღმოსავლეთ ევროპის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების არსებობას ნატოსა და ევროკავშირის ნაწილად. ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ პუტინის ომის მიზანი რუსეთის იმპერიის აღდგენაა ევროპაში და თუ ამ მიზანზე უარის თქმას არ აპირებს, მაშინ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება.